და ვართ ასე არიან შუაში გაჩერებულები სადღაც. გიორგი ხატიაშვილი ჩაგვერთვება ჩვენ ახლა მისისიპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი. გიორგი, მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. რა მოვლენა იყო ის, რაც ჩვენ ახლა ჩინეთში ვნახეთ? სხვა შორის ძალიან ნიშანდობლივი იყო ის მასალა, რაც ბლუმბერგმა გამოაქვეყნა, რომ ამ დიდი სამხედრო ძლიერების ინდუსტრიის რაღაცა სოფლიოს გადარჩენის ამოცანების უკანაზე საჯაროდ ლაპარაკობდნენ. ორი ცოტა ასაკში შესული კაცი დგას, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებაზე ძალიან ნერვიულობს და ზრუნავს. მრავლის მთქმელი იყო ნამდვილად აი ეს მათი საუბარი. მაგრამ თავისთავად რას ნიშნავს ეს ღონისძიება და რით არის გამორჩეული ჩინეთის ბოლო წლების პოლიტიკურ სვლებში? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ხო, ეს რა თქმა უნდა, ეს იყო შესაძლებლობა ჩინეთისთვის, რომ ეჩვენებინა მისი სამხედრო ძლიერება, თუ რამდენად გაძლიერდა ის, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა იხუმრა, იცოდნენ რომ მე ვუყურებდიო და იმიტომაც გამოიტანეს რაღაც ახალი იარაღები. ხო, გასაგები იყო ეს სიგნალები გაიგზავნა ესეთი პირობით უპირდაპირ სიგნალების გაგზავნა ამერიკისთვის, რა თქმა უნდა, ტაივანისთვის, მსოფლიოსთვის ასევე, რომ ასე ვთქვათ, ეს აღმავალი და მზარდი ქვეყანა თავისი ამბიციებით და ეს დიალოგი რაც შენ აღნიშნე, ხო, მრავლის მეტყველია იმ კუთხით, რომ პრინციპში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა აქვს, რომ ვთქვათ, ყველაფერი აქვს, ხო, განუზომელი ძალაუფლება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ასე ვთქვათ, მოკვდავობა და ის, იმის გააზრება, რომ რეალურად შეიძლება 10 წელი ან ნაკლები დარჩათ, გააჩნია ვინ რამდენს ცოცხლობს, ეს ეტობა სერიოზული პრობლემაა და ადარდებთ, რა თქმა უნდა, ეს საკითხი. თავისთავად აი ის რომ მათ არანაირი დემოკრატიული პასუხისმგებლობები არ აქვს, წარმომადგენლობა არ აქვს, არჩევნებს არ ატარებენ, ხო? მათ აგდებთ ამ ვითარებაში, რომ აი ახლა ერთადერთი საზრუნავი ეს დარჩათ, რომ აბა რამდენხანს იცოცხლებენ, რომ სიამოვნება მიიღონ ამ ძალაუფლებისგან. თავისთავად ეს წარმომადგენლობა რაც ჩინეთმა იქ შეკრიბა, ქვეყნები, რამდენად მყარი კავშირია ეს ყველაფერი. ჩვენ ნახეთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ინდოეთის ლიდერის ვიზიტი, ხო? იმიტომ რომ ინდოეთი ახლა ძალიან დიდი ძალა არის დღეს მსოფლიო ეკონომიკაში, მსოფლიო ბაზარზე ზოგადად და მეორე მხრივ ტრადიციული მეტოქი არის, შეიძლება ითქვას, ჩინეთისათვის. ეს უბრალოდ ჟესტების დონეზე დარჩება თუ შეიძლება ამოვიკითხოთ უფრო რაღაც მყარი კავშირები იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც აი ახლა ჩინეთში შეიკრიბნენ? ხო, ინდოეთით რო დავიწყოთ, წლების მანძილზე ინდოეთი განიხილებოდა როგორც ჩინეთის, ასე ვთქვათ, დამაბალანსებელი სახელმწიფო და პრინციპში ობამადან დაწყებული ამერიკის საგარეო პოლიტიკა იყო, ეს ინდოეთი, ავსტრალია, იაპონიის ასე ვთქვათ, გაძლიერება ჩინეთის დასაბალანსებლად და ეხლა ეს ვიზიტი, რა თქმა უნდა, გამოწვეული იყო ეს სატარიფო დაპირისპირებით ამერიკასთან და კიდევ ერთხელ გამოაჩინა, ვთქვათ, ის რომ ხო, ვთქვათ, იდეოლოგიურ თანხმედრაზე უფრო, ვთქვათ, საგარეო პოლიტიკას განაპირობებს ინტერესები და ამ მომენტისთვის მოხდა ისე, რომ ინდოეთის და ჩინეთის ინტერესები დაემთხვა, იმ კუთხით, რომ ორივე სახელმწიფო ვთქვათ, სატარიფო ომში იმყოფება, ხო? შეერთებულ შტატებთან, რამდენად ხანგრძლივია ეს ალიანსი, ამას დრო გვაჩვენებს, იმიტომ რომ უამრავი სხვა პრობლემა აქვს, ხო? მიუხედავად რომ მათ ინტერესია, ვთქვათ, ვაჭრობა, სასაზღვრო პრობლემები, სერიოზული სასაზღვრო პრობლემები აქვს, რომელიც თავადვე განაცხადეს, რომ შევთანხმდით, რომ ეს საკითხი არ განვიხილოთო. რაც შეეხება უკვე სხვა სახელმწიფოებს, ახლა ჩრდილოეთ კორეა ტრადიციული მოკავშირეა ჩინეთის, შეიძლება ახლა კლიენტის სახელმწიფო ვუწოდოთ, არ ვუწოდოთ, მაგრამ საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, რაც ჩრდილოეთ კორეა იმყოფება, რეალურად ჩინეთი პატრონობს და ახლა ამ ბოლო დროს რუსეთი პატრონობს და რუსეთთან თქვათ ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ის თქვათ ჭეშმარიტ სამოკავშირეო ვალდებულებებს ასრულებს, ხო, რუსეთთან, ანუ სამხედრო კურსის ოლქში მინიმუმ ჩვენ ვიცით, რომ ჩრდილოეთ კორეელები იბრძოდნენ, ხო? ჩრდილოეთ კორეა ტრადიციული მოკავშირეა. რუსეთი ამ ბოლო წლების მანძილზე ომის დაწყებამდეც, ხო, თქვათ, ომის დაწყებამდე 10 თუ 15 დღით ადრე სწორედ ჩინეთში იმყოფებოდა პუტინი, ჩვენ ხო გვახსოვს და იქიდან დეკლარაცია გამოქვეყნდა. ამ მომენტისთვის თანამზრახველები არიან, ესე ვთქვათ, ხო, თანამებრძოლები თუ თანამზრახველები, ასე ვთქვათ, რუსეთი და ჩინეთი და საერთო ინტერესები აქვს ამ მომენტში უფრო ხანგრძლივი, ვიდრე ჩინეთსა და ინდოეთს, ხო, ამ წუთისთვის. თუმცა ისევე, ხა ისტორია რომ მოვიხმოთ, ესეც ასე ვთქვათ, ჩვენ გვახსოვს, რომ მაგალითად 60-იანი წლების ბოლოს სასაზღვრო შეტაკებებიც კი ჰქონდათ, ხო, ჩინეთს და საბჭოთა კავშირს და შემდეგ უკვე სერიოზული დაპირისპირება ჰქონდათ, ხო, ამაზე ითამაშა სწორედ თქვა 70-იან წლებში კისინჯერმა, როცა
გაყო საბჭოთა კავშირი და ჩინეთი და ჩინეთთან დაალაგა თქვა ამერიკის ურთიერთობები. შესაბამისად, რო შევაჯამოთ ამ წუთისთვის თქვათ რუსეთ-ჩინეთის ალიანსის თქვათ რღვევის საფრთხეს დიდი არ ჩანს, ხოლო რაც შეეხება ჩინეთ-ინდოეთის ალიანსს, ეს უფრო ჯერჯერობით ეს ახალი ალიანსიც არ არის, უფრო არის ეკონომიკური თქვათ აუცილებლობით განპირობებული და ის რომ თქვათ მოდის ჭირდება რაღაცა თქვათ ამერიკას კონტრნაბიჯი ამერიკის თქვათ ტარიფებზე. როგორ იყო რეაქცია ვაშინგტონში აი ამ თავყრილობასთან დაკავშირებით? ტრამპმა შეთქმულება უწოდა საერთოდ ამ შეკრებას, ეს ამერიკის წინააღმდეგო შეთქმულებას აწყობენო, ну რაც ახლა შეიძლება ძალიან შორსაც არ იყოს რეალობისაგან, ხო? თავისთავად რამდენად როგორ აღიქვამენ რეალურ საფრთხეთ აღიქვამენ აი ამ პარტნიორობის ახალ კონტურებს ვაშინგტონში? ხო, ტრამპმა საინტერესოდ დაწერა, რომ მოკითხა, როცა ჩემს წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობთან ამერიკის წინააღმდეგ. ტრამპის მოსვლის დღიდან თქვათ ის რომ ჩინეთი მთავარი საფრთხე ან საპირწონეა, ხო ეს ტრამპიც ამბობს, ბაიდენის და ობამას დროიდან დაიწყო. ხო, ბაიდენი ამბობდა, რომ ჩვენ რა თქმა უნდა კონკურენტები ვართ, თუმცა ეს ჩვენი კონკურენცია არ უნდა გადაიზარდოს სამხედრო დაპირისპირებაში და ამერიკაში ხარ და ყველას ესმის, რომ ერთადერთი სახელმწიფო რომელსაც თქვა შესწევს უნარი და აქვს შესაძლებლობა ხო ამერიკის ასე ვთქვათ ჰეგემონიას იქნება თუ რეალ ძლევამოსილებას თქვა კონკურენცია გაუწიოს ან შეეწინააღმდეგოს, ეს არის ჩინეთი. რუსეთი მიუხედავად ბირთვული იარაღის არის თქვა უფრო ლოკალური პრობლემა ევროპის უსაფრთხოების კუთხით და ევროპაში ომის წარმოების კუთხით, თორე რუსეთის ეკონომიკას თქვა ბუნებრივი რესურსები რო გამოვაკლოთ, ხო, არანაირი შესაძლებლობა არ აქვს კონკურენცია გაუწიოს ამერიკას, ეს და მოსახლეობითაც, ხო, ეხლა რუსეთი 180-იც არის, რამდენი 180 მილიონია დაიკლებს. ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია თქვა კონკურენცია გაუწიოს ან ქიშპობაში და მოკიშპედიქცეს ამერიკის, ეს არის ჩინეთი და ეს ამერიკის თქვა ისტაბლიშმენტში ეს კარგად ესმის და ჩინეთის იქნება შეკავება, დაბალანსება თუ ჩინეთთან სამხედრო კონკურენცია თუ ტექნოლოგიური კონკურენცია, ეს თქვა ამ ბოლო წლებში ეს ესეთი მთავარი ამოცანაა ამერიკის შეერთებული შტატების. თავისთავად აი მოდელი, რასაც ახლა ჩინეთზე ვლაპარაკობთ, ხო, ჩინეთმა დიდი გზა გაიარა, მას შემდეგ რაც აი მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, მათ შორის ახლა ისტორიულად რომ გადავხედოთ, დიდი გზა გაიარა, იმ მხრივ რომ ეს ყველა სასტიკი მარქსისტული ექსპერიმენტების პოლიგონი იყო მრავალი წლის განმავლობაში და საბოლოოდ მათ მოახერხეს ადაპტაცია იმ რეალობასთან, რაც სოფლიოში არის და რაღაცა შექმნეს უცნაური მიქსი, ხო, ეკონომიკური და პოლიტიკური მოდელისა, სადაც პოლიტიკურად ძალაუფლების ვერტიკალი შენარჩუნდა, თუმცა ეკონომიკურად ქვეყნის გახსნა შეძლეს. სხვა შორის მრავალი წლის განმავლობაში რუსეთში ძალიან შურით უყურებდნენ, იმიტომ რომ მიიჩნევდნენ, რომ ასე საბჭოთა კავშირის გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, ხო, აი ჩინეთის გზას რო დადგომოდნენ. თავისთავად რა სად არის ახლა დღეს ჩინეთის შიდა პოლიტიკური ვითარება და რამდენად მყარი არის დღევანდელი ვერტიკალის პოზიციები. ყავს თუ არა რეალური კონკურენტები, რა გამოწვევების წინაშე დგას პოლიტიკურად ჩინეთი? ну პოლიტიკურად ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც მე წამიკითხავს, არის დემოგრაფია, რაც რაოდენად გასაკვირი არ უნდა იყოს, მიხედავთ რომ მილიარდ ნახევარი არიან, მე რაც წამიკითხავს, ჩინეთის ერთი ბავშვის პოლიტიკის წყალობით რო შეაჩერეს თქვა ეს დემოგრაფიული აფეთქება, ბერდება ჩინეთის მოსახლეობა. არის კვლევები რომ და განცხადებები რომ თქვა რაღაცა შიდა ეკონომიკური კრიზისი შეიძლება გაძლიერდეს, ეს ვალის პრობლემა შეიძლება გაძლიერდეს, რაც შეიძლება ჩინეთს უბიძგოს თქვა ის რომ მან დაინახოს რომ შესაძლებლობების ფანჯარა ტაივანის თქვა დაბრუნების კუთხით იხურება და მან რაღაცა თქვა სტრაფი ანუ ეს არის ნაბიჯები გადადგას. რაც შეეხება შიდათ ახლა პოლიტბიუროს კუთხით, ვიცით რომ მაოს შემდეგ და მაოს მძიმე გამოცდილების გამო თქვა ჯენსაოპინის დროს მიიღეს რომ აი ეს ორი ვადით და მე მიდის თქვა ჩინეთის კომპარტიის გენერალური მდივანი იგივე და ჩინეთის პრეზიდენტი, რაც სი ძინპინმა მოხსნა ამ კუთხით. თქვათ ჩინეთი უბრუნდება პერსონალისტურ ავტოკრატიას, დაუბრუნდა
რა შედეგებს მოიტანს ეს და თვითონ პოლიტბიუროს შიგნით ხო კითხულობთ ხო ხან ერთი გენერალი გაუჩინარდება ხან მეორე გენერალს მოხსნია რაღაცა შიდა წმენდაა ეთყობა ფაქტია რომ რაღაცა შიდა სამხედრო წმენდაა ეს რისი ნიშანია ვერანაირად ვერ ვიტყვი მაგრამ შეიძლება ну ხა საბჭოთა კავშირის გამოცდილებით თუ დავიწყებთ მეორე მსოფლიო ომის წინაც სტალინმა თქვა გენერალიტეტი თლიანად და მთელი სამხედრო საკადრო წმენდა ჩაატარა და შესაბამისად შეიძლება რაღაცისთვის მზადების ნიშანი იყოს შეიძლება უბრალოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლა შესაბამისად რაღაცა შიდა ტენდენციები რომელიც ახლა დახურულ სახელმწიფოში ჩვენ ზუსტად არ ვიცით მაგრამ რაღაცა შიდა ტენდენციებს და შიდა თქო დინებებს აქვს ადგილი გასაგებია მადლობა ძალიან დიდი გიორგი ხატიაშვილი გვერდებოდა მისსიპის